ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აგარაში საბავშვო ბაღის აღსაზრდელებმა საკადრო ცვლილებები გააპროტესტეს. ბაღის ყოფილმა და მოქმედმა პედაგოგებმა 5 თანამშრომლის გათავისუფლების გამო უკმაყოფილება ამ სახით გამოხატეს. მათი თქმით, პედაგოგების სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების ახალმა ხელმძღვანელმა ლელა ოქრომელიძემ ახსნა განმარტების გარეშე სამსახურიდან გაათავისუფლა. მათ ნაცვლად კი ქართული ოცნების აქტივისტები დანიშნა. თანამშრომელთა მტკიცებით წინასაარჩევნო პერიოდში პედაგოგების მიმართ გათავისუფლების მუქარა ხშირად ისმოდა. ისინი დილიდან სოფელში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელს ელოდებოდნენ, თუმცა 2 საათიანი ლოდინის შემდეგ ლელა ოქრომელიძე პედაგოგებთან შეხვედრაზე არ მივიდა. მე ვარ განთავისუფლებული. მარტო მე არა 5 თანამშრომელი 6 დაახლოებით ჩვენ. დღესნო ჩამობრძანებულიყო ქალბატონი ლელა და უნდა ეთქვა რომ თქვენ განცხადებები დაგვეწერა რომ თქვენ ხართ განთავისუფლებულები. ველოდებოით დღეს და არ ჩამოვიდნენ. მიზეზი არ ვიცით არაფერი, რის გამო გაგვანთავისუფლეს, გვაინტერესებს და ველოდებით რომ ჩამოვიდეს და გაგვცეს პასუხი. როცა იყო არჩევნები, ამბობდნენ ზოგ-ზოგი ერთები თვითონ აქვე სოფელში, რომ აი ნახეთ, გავიმარჯვებთ ჩვენ, გავა ოცნება და მთელი ნაციონალებს არ ეკნებათ რა, ძალაუფლება, არც ბაღში, არც იქ რა. მაშინ შემიძლია ხმამაღლა თქვა. მე რა, მე ვიყავი ნაციონალები. კი, ვფიქრობ. და თითქმის დარწმუნებული ვარ 99%-ით რომ ამნიშნით ვარ განთავისუფლებული. ჩვენ ვაპროტესტებთ პირველ რიგში მიზეზი დაუდოთ, რისი გულობისთვის გაგვითავისუფლეს. ყველა თანამშრომელი, რომლებიც გაათავისუფლეს. მეორე რიგში დაიარო მშობლები, ვინ არის უკმაყოფილო ამათი მუშაობის გამო. და მესამეც კიდე როცა უმუშევრად მუშაობდნენ აგარის ბაღი როცა გაიხსნა, უფასოდ რო იყვნენ, კაპიკსაც რო არ იღებდნენ და სამათხოვროდ მუხლიჩოქა დადიოდნენ ნიატაკზე, დამლაგებლებიც ეს იყვნენ, მასწავლებლებიც, სამხსნელებიც, აი მაშინ რატო არავინ გაიღო ხმა? აგარის ბაღის ტერიტორიაზე ვითარება შემდეგ დაიძაბა, რაც სააღმზრდელო დაწესებულებაში ახალი თანამშრომელი მივიდა. აქციის მონაწილეებმა მისგან მოითხოვეს პასუხი თუ რატომ დაინიშნა აღნიშნულ თანამდებობაზე. ეთერი გელაშვილმა მეცხრე ერხთან განმარტა, რომ მას გამგეობიდან დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ ბაღში გამოცხადებულიყო, რადგან მეორე სმენის პედაგოგად ნიშნავდნენ. მისივე განმარტებით მიუხედავად იმისა, რომ ამ სფეროში გამოცდილება არ აქვს, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში მუშაობის დაწყების სურვილი ადრეც ჰქონდა. ქალბატონმა ლელამ დამირეკა. და რა გითხრათ? რომ უნდა გამოსულიყავი აგარის ბაღში, თვითონაც მოდის. ინიშნებოდით პედაგოგად? კი, მეორე. მასე მითხრა და არ ვიცი, ჩამოვიდა. თქვენ რა გამოცდილება გაქვთ? თუ გაქვთ ამ სფეროში მუშაობის გამოცდილება? გამოცდილება არ მაქვს. ადრეც თუ გსურდათ გემუშავოთ? კი, დაწერილი მქონდა ამ ბაღზე განაცხადი. და მე რა ოქტომბერში. რა ვიცი, რატომღაც არ დამასაქმეს. აგარის ბაღში 2 საათიანი უშედეგო ლოდინის შემდეგ პედაგოგებმა გადაწყვიტეს ლელა ოქრომელიძეს გამგეობის შენობაში თავად სტუმრებოდნენ. მუნიციპალიტეტის გამგებელი და ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი პედაგოგებს შეხვდნენ, თუმცა მათი სურვილის მიუხედავად შეხვედრას ჟურნალისტები არ დაასწრეს. როგორც აღმზრდელებმა მედიას განუცხადეს, მათ ხელმძღვანელი პირებისაგან დასაბუთებული და ზუსტი განმარტებები მაინც ვერ მიიღეს. ველოდებოდით რომ დავიწყებდით მუშაობას და ჯერ კიდევ როგორც მოგვაწოდეს ინფორმაცია ზუსტად არ არის გადაწყვეტილი ვის აღუდგება ხელშეკრულება და ვის არა. ამ ეტაპზე ვინაიდან ბაღი არ გაიხსნა თავიდანვე ბავშვები მიიყვანეს მახლობელ სოფლის ბაღში და ელოდებიან რომ რამდენი ბავშვი გადმოვა ისევ უკან ბავშვების რაოდენობის მიხედვით ჯგუფები ისევ აღდგება და იმედი მოგცეს რომ გავაგრძელოთ, მაგრამ ამ ეტაპზე კიდევ ხვალ ვინ გავა სამსახურში ზუსტი პასუხი არ აქვს. მუნიციპალიტეტის გამგეობის ხელმძღვანელი პირები განმარტავენ, რომ პედაგოგები ხელშეკრულებით 3 თვიანი ვადით იყვნენ დანიშნული, რომელიც აგვისტოს ბოლოს ამოიწურა. ამიტომ ლელა ოქრომელიძის განცხადებით ზოგი მათგანი დაწესებულებას დატოვებს და მათ ახალი კადრები ჩაანაცვლებენ. კადრები გამოცდილებითა და პროფესიონალიზმის მიხედვით შეირჩევა და მათი ვინაობა ცნობილი 1 ოქტომბერს გახდება. რაც შეეხება ეთერი გულიაშვილს, რომელიც დაწესებულებაში ახალი თანამშრომლის სტატუსით გამოცხადდა, მისი ვინაობა ზაზა მელიქიძემ და ლელა ოქრომელიძემ ვერ გაიხსენეს. კონკრეტულად გადაწყვეტილი არ არის, აქ ჩვენ განვიხილავთ მათ პირად საქმეებს, რა თქმა უნდა აღმზრდელები დაკომპლექტებიან პროფესიონალიზმად, ანუ ვისაც შესაბამისი განათლება აქვთ და ასე შესაბამისად თანამშრომლები შეიძლება მოხდეს შიგვე გადანაცვლება, ან თუ რომელიმე ადამიანი ვერ დააკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რაც ბაღისათვის არის წარდგენილი, შეიძლება დარჩეს ხელშეკრულების გარეშე. ეთერ გულიაშვილი, არ ვიცი, არ მესმის, არაფერს არ მეუბნება ეს გვერდ და სახელი. ხელშეკრულება აბსოლუტურად ყველა თანამშრომელს გაუთავდა აგვისტოს დასასრულს. აგვისტოს ბოლოს ყველა თანამშრომელი განთავისუფლდა ხელშეკრულების ვადის ამოწურვასთან დაკავშირებით. შესაბამისად ამ ეტაპზე ჩვენ იქ რეალურად მოქმედი თანამშრომელი არ გვყავს.
ეხლა ხდება დაკომპლექტება, ეს არის სამუშაო პროცესში, ეს თემა განიხილება ყველა თანამშრომლის კანდიდატურა თავის შესაბამისობაში არსებულ ვაკანსიებთან და მხოლოდ ამ სამუშაო პროცესის დასრულების შემდეგ გადაწყდება ვინ იქნება რომელ ვაკანსიაზე. კონკრეტულად დავალება არ ყოფილა ჩვენგან არავის მიმართ გაცემული, რომ დანიშნული ხარ შენ და შენ გამოცხადე. ახალციხის მუნიციპალიტეტში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სასწავლო პროცესი 1 სექტემბრიდან დაიწყო, თუმცა უკვე ერთი თვე ასწავლა აგარის ბაღში არ განახლებულა. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები ირწმუნებიან, რომ სასწავლო პროცესი ტექნიკურმა პრობლემმა შეაფერხა, თუმცა პედაგოგების თქმით, ამის მიზეზი მხოლოდ საკადრო ცვლილებები იყო. აგარის ბაღში სასწავლო პროცესის განახლებამდე რამდენიმე საათი დარჩა, თუმცა ვინ დატოვებს დაწესებულებას და ვინ ჩაანაცვლებს გათავისუფლებულ პედაგოგებს ამ დროისთვის უცნობია.